ნიკა გვარამია დღეს დაბარებული არის საქართველოს გენერალურ თავისუფალი იქნება. აი აქედან უკვე იწყება ოცნების თავდაღმართი, ცხვირს წაიტეხავენ. ეთერშია მთავარი ცხრაზე საღამო მშვიდობისა. კიდე ერთიანობის მაგალითი ქართული მედია ნიკა გვარამიას მთავარი არქის და სიტყვის თავისუფლებისთვის ერთიანდება თავდასხმების შეტევებისა და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომის მიუხედავად. ჩვენ არც გაჩუმებას და არც გაჩერებას ვაპირებთ. დღეს კიდევ ერთხელ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და წამყვანებმა დატოვეს თავიანთი სტუდიები, დადეს მიკროფონები და კამერები და ქუჩაში გამოვიდნენ. სხვა გზა ხელისუფლებამ არც ამჯერად დაგვიტოვა, რომელიც ყოველდღე თელავს სიმღერებულებებს, რომელიც ქართული ოცნებისგან განსხვავებით საქართველოს არჩევანია. და ჩვენ ყოველთვის და ნებისმიერ ფასად დავიცავთ თქვენს და ჩვენს თავისუფლებას. რამდენიმე საათის წინ ჩვენი კოლეგები და მეგობრები კრიტიკული არხებიდან და ჩვენი გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე შეიყვნენ. ჟურნალისტების მანიფესტაცია პარლამენტის შენობისკენ დაიძრა სწორედ რუსთაველის გამზირზე. ხელისუფლების გასაგონად მედიამ ხმამაღლა გააპროტესტა პოლიტიკა, რომლის შედეგადაც დაუსჯელები რჩებიან ჟურნალისტებზე მოძალადეები და ციხეში მიდიან მედია მენეჯერები აბსურდული ბრალდებით. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ცენტრალური გამზირიდან მთავარი არხის შენობისკენ გამოემართნენ და ამ წუთებში მსვლელობა მთავარი არხის ოფისს მოუახლოვდა. ჩვენი რამდენიმე განამღები ჯგუფი მუშაობს ახლა მანიფესტაციაზე, თუმცა ქეთა ციცქიშვილით დავიწყებთ ჩვენს პირდაპირ ჩართვას. ქეთა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის სად იმყოფებიან ახლა ჩვენი მხარდამჭერები და რამდენ ხანში უნდა ველოდეთ მათ უკვე ჩვენს ოფისში. პარალელურად გვაინტერესებს რა განცხადებები გაკეთდა აქციაზე. ბატა კადრში ჩანს ალბათ ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარჯანიშვილის მოედანზე და ერთი ქუჩა დაგვრჩა ამოსასვლელი რომ მოვიდეთ ტელევიზიამდე და შესაბამისად აი 10 წუთში უკვე ვიქნებით ტელევიზიასთან ნელ-ნელა ძალიან ბევრი ხალხი წამოვიდა მსვლელობით სხვათა შორის ნელ-ნელა მოდიან ადამიანები ახლა აქ გავჩერდით რამდენიმე წუთი რომ ყველა ერთად შეიკრიბოს და ეხა რა სულ ცოტა ხანში დავიძრებით უკვე და ამ ერთ ქუჩას ამოვივლით მარჯანიშვილის ქუჩას და მოვალთ ჩუბინაშვილზე ძალიან მალე 7 საათზე დაიწყო მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ადამიანებისა ჯერ პარლამენტთან ვიყავით და შემდეგ წამოვედით მთავარი არხის შენობისკენ ძალიან ბევრი ადამიანია და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ამ აქცია მსვლელობაზე მოსული როგორც ჟურნალისტები რა თქმა უნდა ყველა კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ასევე იურისტები პოლიტიკოსები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქტივისტები ყველას აქ ერთი სათქმელი რა თქმა უნდა ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას მთავარ არხს და ასევე ამბობენ რომ აუცილებელია დღეს ყველამ ერთად დავანახოთ
ხელისუფლებას, რომ დგავართ ერთად იმისთვის, რომ არ გაქრეს ქვეყანაში და არ შეიზღუდოს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამ ყველაფერს უკვე ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა. პირველ რიგში ნიკა გვარამიას დაჭერით, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ როდესაც ყველაზე დიდი კრიტიკული მედიის მედია მენეჯერს, დირექტორს, დამფუძნებელს ციხეში სვა უსამართლოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ გინდა რომ კრიტიკული მედია ქვეყანაში გაქრეს, კრიტიკული მედია კი ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია. სწორედ ასეთი განცხადებები კეთდებოდა მედიის წარმომადგენლების მხრიდან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ამწუხაროთ უკვე მე რამდენად გვიწევს ჟურნალისტებს, გვიწევს ჩვენი მიკროფონების გვერდზე გადადება და გამოსვლა ჩვენი უფლებების დასაცავად, ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად. არ არის ეს მარტო ჟურნალისტების ბრძოლა. და არ არის აქ საუბარი მხოლოდ ნიკა გვარამიას თავისუფლებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გადარჩენაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენაზე და აი ამიტომაც ვარა. როდესაც განსაკუთრებული წნეხია მთავარ არხზე, მაგ დროს ჩვენ ვემსგავსებით რომაულ ფალანგას, რომელიც გადადის თავდაცვით რეჟიმში. ჩვენ ვიღებთ რაღაცა კუს ჯავშნის ტაქტიკას ვირჩევთ, როდესაც და ამით ვიგერიებთ ბარბაროსების და გოთების და ვესტგოთების ისრებსა და შუბებს და ასე ვიცავ თავს რა. და დღეს ბარბაროსის სინონიმი არის ქოცი რა. ანუ ქართული ოცნება და ბარბაროსები რეალურად არსობრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. რეალურად ჩვენ ვართ ხიდი დასავლეთსა და საქართველოს შორის. ამ ხიდის განადგურება და ჩატეხვა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ნიკა გვარამია უკვე ციხეშია, ჩემი ოჯახი უკვე ციხედ გზად მიდის. ფორმულას დირექტორი დამფუძნებელი უკვე გზად არის ციხეში, ციხისკენ, იმიტომ რომ ყველა უკვე სასამართლოებში ვარ და ეს არის პირდაპირ უარი თქვა ჩვენ განვითარებაზე დასავლეთზე და ევროპაზე. ნიკას დაჭერით იწყება ძალიან ძიმე ეტაპი ქართული თავისუფალი მედიისთვის და ეს იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა, მოსაგები. Amnesty International, რომელიც პირდაპირ წეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, თქვენ კარგად იცით, რამდენად ავტორიტეტულ ორგანიზაციაზე ვსაუბრობ, რატომ წერენ ეს ხალხი, რატომ არის საერთაშორისო რეაქციები მძაფრი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი აბსურდული ბრალდებით გაუშვეს და ამ ხელისუფლებას ხელში უჭირავს ორი მთავარი იარაღი, პროპაგანდის და მოსამართლეთა კლანი. ისინი კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას თითოეულ ჩვენთაგან გვეუბნებიან პირდაპირ, რომ თუ თქვენ წინააღმდეგობას გაგვიწევთ, თუ თქვენ ილაპარაკებთ იმას, რაც ჩვენ არ მოგწონს, თუ თქვენ შეეცდებით, რომ ამ ქვეყანაში გარკვეული საკითხები კი არა და ზოგადად ეს ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, ხომ? ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ მთლიანად სახელმწიფო რესურსს იმისთვის, რომ თქვენ გაგაჩეროთ და გაგაჩუმოთ. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც აქვთ მიღებული მათ. ეს არის პირდაპირი დარტყმა, რომ საქართველოს ვერასოდეს ვერ გახდება ევროატლანტიური ალიანსის და ჩვენ გამოდივართ ერთადერთი რუსეთის ერთგული არ გაღიზიანების 700 მეტრით გადმოიწია ჩვენი საზღვარი ისევ წინ, არავინ იქ არა კაციშვილი არ არის, არავინ არ დგას, არც ჩვენი დადგენილი არ არის, იდენტიფიცირებული. მეტი რაღა უნდა დაგვემართოს ხალხო და მე რაღაცა და წამოვწვე სახში და რაღაცა პენსიაზე ელემენტარული. ჩვენ უკვე დავიძარით, ამოვდივართ მარჯანიშვილის ქუჩაზე და რამდენიმე წუთში ვიქნებით უკვე მთავარი არხის შენობასთან. ოპერატორს თხოვ, რამდენადაც შესაძლებელია ანახოს კადრში. აქ რამდენი ადამიანი არის და მოვდივართ უკვე ტელევიზიისკენ. თქვენ მოისმინეთ ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების, ასევე იმ ადამიანების შეფასებები, რომლებსაც ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს. ყველა ერთ აზრზეა, რომ დღეს აუცილებელია ყველა ერთად იდგეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და სოლიდარობა გამოუცხადოს უსამართლოდ დაკავებულ ნიკა გვარამიას, რომელსაც 3 წრითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ადამიანებთან ერთად, რომლებიც 7 საათზე შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე და ჯერ პარლამენტთან იყვნენ, ახლა კი მთავარი არხისკენ მოდიან, მოვდივართ ერთად ყველა მთავარი არხის შენობისკენ და ძალიან მალე ვიქნებით უკვე თქვენს ხედავთ კადრში, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე ამოვდივართ.
ჩემი სხვა კოლეგებიც მუშაობენ პაატა და დიკო აქციაზე და შესაბამისად მე დავამთავრებ იქამდე სანამ მოვალთ მთავარ არხთან და ყველა ერთად შემოგიერთდებით. მადლობა კეთა, ძალიან დიდი მადლობა. კეთა ციცკიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში მსვლელობიდან, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ამ წუთებში მთავარი არხისკენ მოემართება სწორედ ჩვენს მხარდასაჭერად. და მთავარი არხისკენ მსვლელობამდე სოლიდარობის მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და ჩვენი მხარდამჭერები და ის მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამ დრომდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. დეა მამისეიშვილი იმყოფება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. დეა, რა არის და რა იყო მთავარი გზავნილი რუსთაველიდან? მე უკვე ვიმყოფები მთავარ არხთან, სადაც ველოდები აქციის მონაწილეებს, თუმცა გავყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას, თუ როგორ მიმდინარეობდა დღეს სოლიდარობის აქცია. თავდაპირველად აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ამის შემდგომ პირველი დანიშნულების ადგილი იყო რუსთაველის გამზირი და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი შეიკრიბა, ვინაიდან ეს არ იყო წინასწარ ორგანიზებული პროცესი, ძალიან მოულოდნელად მედია მენეჯერებმა და ჩვენ ჟურნალისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქუჩიდან საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხელისუფლებისთვის და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლების გარდა იქ იყვნენ პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, ფაქტობრივად ყველა სფეროს წარმომადგენელზე არის საუბარი, ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა და შურისძიებები და ხელისუფლებამ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილებები. ოლიგარქის სხვა გზებს განიხილავენ ისინი ბერკეტად, რითაც უნდა მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ დასრულდეს რეპრესიები და პირველ რიგში რაზეც პოლიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, და რაზეც თანხმდებიან, არის ის, რომ უნდა იყოს მუდმივი შეხვედრები, მუდმივი კოორდინაცია და აღარავინ არ უნდა იყოს დაცალკევებული, ვინაიდან საერთო მიზანია მისაღწევი. ხელისუფლება ემზადება და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისა. განგებ ნიკა გვარამია იქნა დაკავებული, რომ ამ გზიდან რაც შეიძლება ადვილად გადაუხვიონ, ოღონდ ტვირთი სიმძიმის ისევ ჩვენს პარტნიორებს აკიდონ და თქვენ რომ შენ რო არ მიმიღე, იმიტომ არ მიმიღე რომ ომში გინდა ჩემი ჩართვა. ამიტომ აი ასეთ პროცესში, როდესაც ჩასაფრებულია ქართული ოცნების ხელისუფლება ივანიშვილის დიქტანტით, ხო? საზოგადოება უნდა ვიყოთ აქტიური როგორც არასოდეს. ევროკავშირის კითხვარის აი ამ რაღაც კრიტიკულ მომენტში ამის გაკეთება არის დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და მით უმეტეს ამ კითხვაში პირდაპირ წერია ფრაზა ზოგადად მედიაზე ბევრი პუნქტია, მაგრამ ასევე პირდაპირ საუბარია ხომ არ არის სისხლის სამართლის საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ. ანუ ეს არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და ამ პროცესში ამის გაკეთება არის რა თქმა უნდა დარტყმა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით მიყავს ძალით ეს ქვეყანა ივანიშვილს და მის გარემოცვას, თან ისეთ საბედისწერო, ბევრი თვალსაზრისით მომენტში, როგორშიც დღეს მსოფლიოა და ჩვენ განსაკუთრებით როცა გვაქვს შანსი, რომ ამ ჭაობიდან და ამ საფრთხიდან, ბოროტების იმპერიის, პუტინის იმპერიის საფრთხიდან გავაღწიოთ. ამიტომ ხო, ძალიან დიდი ფასი აქვს იმ მავნებლობას, რასაც დღეს ეს რეჟიმი ის რაც გააკეთეს ნიკასთან მიმართებაში ძალიან გავს ასლან-აბაშიძის მხრიდან ჩოლოქის ხიდის აფეთქებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს იყო ნიშანი, რომ ჩვენ აღარ გვინდა ევროპა, არ გვინდა დემოკრატია, არ გვინდა ქვეყნის თავისუფალი განვითარება. არ ამგონია რომ ქართველი ხალხი ამაზე თანახმა იყოს. ივანიშვილის ცვლილების გარეშე არც პოლიტიკური დევნა არ დასრულდება და სამწუხაროდ არც ნიკა გვარამია არ იქნება ბოლო ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ცხადია, ამ მისი დაკავების მოლოდინი არსებობდა და კიდევ არსებობს სხვა შეტევების მოლოდინი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ყველა ერთად გადადის მოქმედების ახალ ეტაპზე, განიხილავენ ყველა ბერკეტს, ყველა გზას იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ქვეყანა, მედია აღარ იყოს შანტაჟის ზეწოლის ქვეშ და ჟურნალისტებს მოგვეცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთ გამოსავლად მედია მენეჯერები ასახელებენ სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას და დღეს ტელეკომპანიების ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ მათ სურთ პრეზიდენტთან შეხვედრა და უნდა იყოს ამ შემთხვევაში შეწყალება განხილული, როგორც ერთ-ერთი მთავარი იარაღი თუ როგორ დატოვებს ნიკა
გვარამიას საპატიმროს. აქ მნიშვნელოვანია როგორი არის მთავარი არხის დამფუძნებლის პოზიცია. ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ დაკავებამდე თქვა, რომ თუ ასე განვითარდებოდა მოვლენათა სცენარი, არავის უნდა მიემართა სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით და ბუნებრივია მთავარი არხი ითვალისწინებს ნიკა გვარამიას პოზიციას. მთავარი არხი მედია მენეჯერების ამ პოზიციას და შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნიკა გვარამიას პოზიციის გათვალისწინებით არ უერთდება, თუმცა მედია მენეჯერებმა დღეს ოფიციალური მიმართვა სალომე ზურაბიშვილის სახელზე უკვე გააჟღერეს. ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს სურთ პრეზიდენტთან შეხვედრა, არსებული რეალობის კიდევ უფრო მეტად დეტალურად აღწერა და სურთ საუბარი იმაზე, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, რაც ავტომატურად ნიშნავს შეწყალებას. ნიშანდობლივია, რომ ეს მიმართვა გააჟღერდა ჯერ კიდევ შუა დღეს, თუმცა არანაირი გარკვეული სახის პასუხიან კომუნიკაცია საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ ყოფილა. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ის რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს თუნდაც შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ მოგვეცემა მისთვის ძალიან კარგად იმის ახსნის შესაძლებლობა, რომ ნიკას დაკავება არის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ჩვენ გვინდა სალომე ზურაბიშვილს ესაუხსნათ, ვიცი რომ ნიკას დიდად ამისი სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ჩვენ ახლა მის ამ აზრს სამწუხაროდ ვერ ვითვალისწინებთ, ეს არ არის ნიკას სივრციდან წამოსული ინიციატივა, ეს დანარჩენი მედია საშუალებებიდან წამოსული ინიციატივა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ვერგეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს გარეთ. ბრძოლა გრძელდება ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მედიის მიერ ორგანიზებული არაერთი ღონისძიება გახდება საჯარო მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს იქამდე ვიდრე საერთო მიზანი არ იქნება მიღწეული, ვინაიდან ყველა მერთხმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა დადეს პირობა, რომ ეს ომი მხოლოდ და მხოლოდ მედიის გამარჯვებით დასრულდება და ხელისუფლება ვერ შეძლებს საკუთარი გადაწყვეტილებების დაკანონებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მომდევნო დღეების განმავლობაში პროცესები. ახლა მე როგორც უკვე ჩართვის დასაწყისში აღნიშნები მყოფები მთავარ არხთან და აქ არის მოლოდინი, რომ უკვე წუთი-წუთზე მოვლენ ნიკა გვარამიას მთავარი არხის მხარდამჭერები ქუჩაზე. ადამიანების ჯგუფის ნაწილი, მცირე ნაწილი შეიძლება ითქვას უკვე იმყოფება, ისინი თანამოაზრეებს ელოდებიან. ამის შემდგომ კი უკვე ყველა ერთად ჩვენი ტელეკომპანიის ეზოში გადავინაცვლებ და იქ უკვე მთავარი სათქმელი და მთავარი გზავნილები გაჟღერდება. სოლიდარობის აქცია სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში სწორედ ამ ლოკაციაზე გადმოინაცვლებს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. დეა მადლობა, დეა მამისიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში მას ჩასე ჩვენ ველოდებით ჩვენს მეგობრებს და ჩვენს კოლეგებს მთავარ არხთან. კაფიო და უკიდურესად ხისტი პასუხი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ოცნების ხელისუფლებას, არადემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების გამო. ბრიუსელში მყოფი პრემიერ-მინისტრი დღეს იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაციული კრახის თავიდან არიდება მმართველი გუნდის მცდელობის მიუხედავად წარუმატებლად დასრულდა. დიდი ხნით ადრე შეთანხმებული ღარიბაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ისე გაუქმდა, რომ ოცნების ლიდერებმა საერთო გზავნილის შეთანხმებას კი ვერ მოასწრეს. ყველა არგუმენტი, რომელთაც ხელისუფლება ცდილობდა ერთგვარი პოლიტიკური დემარშის სიმძიმის შემსუბუქებას, უსუსურად გამოიყურებოდა. საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი ვითარების გადასარჩენად იენ სტოლტენბერგს სახლში ესტუმრა. ნინო სამყურაშვილი გვერდება ახლა თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. ნინო, დღეს ბევრი განსხვავებული ვერსია მოვისმინეს სტოლტენბერგთან შეხვედრის გაუქმების მიზეზებზე. საბოლოოდ რა ვერსიაზე ჩამოყალიბდა თვითონ ქართული ოცნება. ქართული ოცნება დღის ბოლოს უკვე ამტკიცებდა, რომ შეხვედრა მათი მტკიცებით გადაიდო იმის გამო, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუარესებული, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ჩვენ ვნახეთ, რომ ბრიუსელში სახლში მივიდა, იენს სტოლტენბერგის სახლში მივიდა ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და ელჩთან ერთად და სწორედ შეხვედრა გაიმართა იქ. შესაბამისად მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო COVID დადებითი, ან რამდენიმე დღით ადრე იყო COVID დადებითი და ახლა შესაძლოა რაიმე პრობლემა ჰქონოდა, მას როგორც გაირკვა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. რა მოხდა ბრიუსელში რეალურად არავინ არ იცის, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ასეთი შეხვედრები, რომელიც ბევრად უფრო ადრე იგეგმება, ახლა ეს იყო ერთგვარი დემარში ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც იღებს ქართული ოცნება ბოლო პერიოდში და იმ ქმედებებზე და ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს მმართველი პარტია. საუბარი არის ანტიდასავლურ კამპანიაზე, ანტიამერიკულ კამპანიაზე და ამავდროულად იმ პირობებში ოპოზიცია ამბობს, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან პასუხს, რომ ქვეყანა გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი, ქართული ოცნება ასეთ ვითარებაში აპატიმრებს ნიკა გვარამიას, მთავარი არხის გენერალურ დირექტორს. ეს არის პირდაპირი შეტევა, როგორც სიტყვის თავისუფლებაზე, ასევე ეს არის პირდაპირი შურისძიება. აცხადებდნენ დღეს არა მხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. See you. How are you?
ეს კადრები ბრიუსელში იენს სტოლტენბერგის სახლშია გადაღებული. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ნატოს გენერალურ მდივანს სახლში ესტუმრა. ყველაფერი კი დილით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის ან კვირებით ადრე დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის გაუქმებულია. ამ ერთმა წინადადებამ ყველაზე დიდი დაბნეულობა ოცნებაში გამოიწვია. ეტყობოდათ, რომ ეგრეთ წოდებული მესიჯ ბოქსი შეუთანხმებელი იყო. ჩემი ინფორმაციით ამ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ეს ამის გამო მან ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისში. ვერსია, რომ გენერალურ მდივანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და კოვიდ დადებითია, მალე გამოირიცხა, რადგან დილით იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ფინეთისა და შვედეთის ელჩები მიიღო. მეტიც დიპლომატებისგან ალიანსში წევრობისთვის განაცხადი ჩაიბარა და კიდევ ერთი გენერალურ მდივანს COVID-19 10 მაისს დაუდასტურდა. სწორედ ამ დღით დათარიღებულ განცხადებაში ალიანსის სპიკერი ოანა ლუნგესკო წერს, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და მუშაობა სახლიდან გააგრძელებდა. რატომ გაუქმდა შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, ოცნებას პასუხი არ ჰქონდა. ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკურ პროცესებს, კრიტიკული არხის მედია მენეჯერის დაკავებასა და ხელისუფლების პოზიციას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე არ უკავშირდებოდა. ისევ ტრადიციულ მეთოდს მიმართეს, შეტევა მედიასა და მთავარ არხზე მიიტანეს. ძალიან გინდათ ამ მთავარ არხს, რომ ასე დრამატიზირება იყოს და რაღაცნაირად ნატოს მიღმა დავრჩით, მაგრამ ვერ მოგართვით. ოპოზიციური ფლანგზე და ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული სისხლის ტირაჟირება ბუნებრივია აზიანებდა როგორც ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას, ზოგადად ასევე ქვეყნის იმის. დღეს პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს ამ მედიის წარმომადგენლებმა, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ოცნების ამ დეპუტატს შევახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის გაუქმების შესახებ არა მედიამ, არამედ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თვითონ გაავრცელა. მედიამ მხოლოდ კითხვები დასვა. რა მოხდა ბრიუსელში ჯერ გაუქმდა, შემდეგ ისევ ჩაინიშნა შეხვედრა, თუმცა იენს სტოლტენბერგის სახლში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დიდი ხნის ჩანიშნული მოლაპარაკება ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დემონსტრაციულად გააუქმა. ეს იყო პასუხი იმ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამის დასადასტურებლად ბოლო დღეებში ოცნების ანტიდასავლური კამპანია და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ნიკა გვარამიაც საკმარისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესენი ასე უტიფრად დაუსაბუთებლად ტყუიან და ნაცარცაყრიან ხალხს თვალებში. საქმე ის არის, რომ სიმართლე ძალიან მალე ვლინდება ხოლმე და განცხადებისთანავე გამოგვაქვეყნა პირადად მე ის კადრები, როდესაც დღეს სტოლტენბერგის ჰქონდა შეხვედრები, წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრებმა და ასეც რომ არ იყოს. თუ გენერალური მდივანი ვერ ახერხებს შეხვედრას, მისი მოადგილე აგრძელებს ხოლმე ამ შეხვედრებს. მოადგილეს რატომ არ შეხვდა ღარიბაშვილი გუპასუხოს ამ კითხვაზე? ცუდად გახადეს ეს ადამიანი, ახლა აღმოჩნდა, რომ არ არის ცუდად და შეხვედრა განახლდება. ხო, ნუ აი რაზე არის საუბარი, მორიგი ტყუილი, რომელსაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, ამ შემთხვევაში რამდენიმე საათში აეხადა ფარდა ამ ყველაფერს. დიპლომატიურ ენაზე არის გზავნილი, ძალიან ცუდია, რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის პრემიერს და ჩვენი ქვეყანა არის გახვეული ამ შარში. სერიოზული გზავნილი ქართული ოცნებისადმი. როგორ პარტნიორად აღიქვამს მას ნატო და ეს არის შედეგი დამსახურება ქართული ოცნების, კობახიძის, სხვა სპიკერების და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური, ანტინატოური, ანტიევროპული განწყობების და ისტერიის. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწია მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორის რატომ გაუშვეს ციხეში კრიტიკული არხის მედია მენეჯერი იმ დროს, როდესაც ევროკავშირისგან წევრობის სტატუსზე ქვეყანა პასუხს ელოდება. სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გზავნილი მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავების შემდეგ ერთია. ყველა მათგანი პირდაპირ ამბობს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური შურისძიების მოტივით დააკავეს. ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ ნიკა გვარამია გამოტანილი განაჩენი განსხვავებული ხმის ჩახშობა და მედია თავისუფლებაზე შეტევა.
ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მთავარი არხის ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ კი აცხადებენ, რომ ამერიკა მტკიცედ დგას დამოუკიდებელი მედიის გვერდით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა ოცნების მთავრობას შეახსენა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა ფუნდამენტური ღირებულებებია. თქვენ ჩვენგან გამუდმებით გესმით საუბარი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის როლის შეუცვლელობაზე მსოფლიოში. გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი მუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დავდგეთ დამოუკიდებელი მედიის გვერდით. იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან. კრიტიკული არხის გენერალური დირექტორის დაკავება, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, ამაზე ღიად საუბრობენ ევროპარლამენტარები. ანდრიუს კუბილიუსი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა შეგნებულად დგამდეს. მე სხვას ვერაფერს დავარქმევ საქართველოს მმართველი პარტიის ქცევას, გარდა შეგნებული ქმედებისა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. მე არ ვიცი, რატომ უნდა აკეთებდეს ამას მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ძალიან პროევროპულია. გამოდის, რომ მათ ან არ ესმით ევროკავშირის პრინციპები და ღირებულებები რა არის და თვლიან, რომ ამ ორგანიზაციაში ქვეყანას მაინც მიიღებენ, თუნდაც კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვეოდეს, რაც არასწორი მოსაზრებაა, ან უბრალოდ შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მოუკლან. ასეა თუ ისე აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ან არ ასრულებს ქართველი ხალხის ნებას. ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების გაგრძელებაა. და მთავარი პოლიტიკური პატიმრის შესახებ ვივამედის ადმინისტრაცია პირველ კომენტარს აკეთებს. კლინიკის დირექტორს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ სურს. ნინო კუზანოვა არგუმენტად ინფორმაციის კონფიდენციალურობას ასახელებს. მედიკოსი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია და ეს შედეგები მთლიანად გადაეცა სახალხო დამცველს. თავად სააკაშვილი კი ამ დროისთვის თერაპიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. ზურა პეტროსიანი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან განვაგრძობთ საუბარს. ზურა, საბოლოოდ რა გავიგეთ 4 დღიანი დუმილის შემდეგ კლინიკის ადმინისტრაციისგან? დიკო, ბევრი ვერც ვერაფერი სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ისევ არის გასაიდუმლოებული. კლინიკა მხოლოდ და მხოლოდ ამბობს იმას, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, თუმცა რა ტიპის კვლევაზეა ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ არაერთხელ ჩავეკითხეთ დღეს ვივამედის კლინიკის ხელმძღვანელს ნინო კუზანოვას ამ კითხვით, თუმცა ამ კითხვაზეც პრინციპში პასუხი მან არ გაგვცოდა და გვითხრა, რომ ყველაფერი ტარდება იმ გეგმის თანახმად, რომელიც აქვს დასახული კლინიკის ხელმძღვანელობას და ასევე ექიმებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გეგმაში. რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვა მნახველებისაგან, დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ასევე მისი დედა გიული ალასანია. მას კომენტარი კლინიკის დატოვების შემდეგ არ გაუკეთებია, თუმცა გუშინდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ კრიტიკულად მძიმე და ის საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას. რაც შეეხება კვლევების ნაწილს, აქ დამატებითი ინფორმაცია არის ცნობილი ის, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჩაუტარდა ეს კვლევა, რომელსაც აქამდე ითხოვდნენ ექიმები, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა მისი შედეგების გასაჯაროებაც არ მომხდარა. აქვე კლინიკამ გვითხრა, რომ ყველა საჭირო პასუხი უკვე გადაეგზავნა სახალხო დამცველს და სხვა დანარჩენი არის კონფიდენციალური და ამიტომ მედიასთან ეს ინფორმაცია არ გასაჯაროდება. თუ ეს ასია, მაშინ დამატებითი კითხვები აქვს თავად ალტერნატიული კომისიის წევრ ექიმებს და თავად მიხეილ სააკაშვილის მამას ნიკოლოზ სააკაშვილს. ისინი ამბობენ და მოითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ამ კვლევების შედეგები იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდეს ყველა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი არის გამჭვირვალე და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც მას ამ დროისთვის სჭირდება. ლაბორატორიულმა მონაცემებმა მოგცა იმის საშუალება, რომ შემდგომი ინსტრუმენტული კვლევები უკვე პაციენტთან შეთანხმებით ჩვენ მასთან ჯენტლმენური შეთანხმება საკმაოდ კარგი კომუნიკაცია, რომ ფორსირებულ რეჟიმში ეს არ ყოფილიყო და ასე ვთქვათ, თანმიმდევრობით
გაკეთებული იყო ეს ყველაფერი. მივდივართ ფაქტიურად ბოლოსკენ. ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც ყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული ყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა სრული, ასე ვთქვათ. 6 დღეა იგი იმყოფება ვივამედის კლინიკაში და უცნობია როგორც დიაგნოზები, ასევე კურნალობის კურსი და შემდგომი ტაქტიკა. უცნობია არა მარტო საზოგადოებისათვის, არამედ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრებისათვის და რა თქმა უნდა ცენტრ ემპათიას და ექსპერტებს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია. ეს არის არ ვიცი განზრახ თუ უვიცობით თუ კანონდარღვევით შექმნილი ვითარება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ასეთ შემთხვევაში ის წარმოადგენს მხარეს, ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხარეს და შესაბამისად ერთადერთი დამოუკიდებელი გზა ადამიანის გადარჩენისათვის არის საზღვარგარეთ გაყვანა. აპელირება იმაზე, რომ არასაკმარისი დრო არის და კვლევებს დიდი დრო ჭირდება, არანაირად არ გამოდგება ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე არის აბსოლუტურად საკმარისი. პრაქტიკულად არის მშიერი, მთელი აი ამ თქვა 1 კვირის განმავლობაში მას არაფერი არ მიუღია საკვების სახით. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანაზე პოლონეთის შემდეგ ახლა ალაპარაკდა უკვე ლიეტოველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. ის ამბობს, რომ თუ საჭირდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასეთ ტიპის მკურნალობა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება და სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად ევროპული ქვეყანა არის საქართველო და რამდენად არის იმის ღირსი, ასე ვთქვათ, რომ ის გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. Well, I would be really very much in favor of that. მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს სამკურნალოდ და ეს უთხარი კიდეც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როდესაც ისინი აქ იყვნენ ჩამოსულები ბრიუსელში. მე ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გაწევა სააკაშვილისთვის და თუ ამის საშუალება საქართველოში არ არის, მაშინ კარგი იქნება თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში. ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველო ნამდვილად ცდილობს იყოს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ზოგადად ევროპული ოჯახის წევრობისკენ ისწრაფის. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-6 დღეა რაც იმყოფება კლინიკა ვივამედში, თუმცა ამ დროის განმავლობაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა, ასევე არ საჯაროვდება კვლევის შედეგები, როგორც ვიცით, ამას ითხოვს არ მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მთლიანად საზოგადოება და ასევე უცნობია თუ რამდენ ხანს იქნება ის კლინიკა ვივამედში, სწორედ ახლა ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზზე იქნება დამოკიდებული, დააბრუნებენ თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში თუ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ასე სჭირდება მის საბოლოო განკურნებას და გადაიყვანენ ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. თუ რა გმადლობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ზურა პეტროსიანი საუბრობდა. და ნიკა გვარამიას და მთავარი არხის მხარდამჭერი მანიფესტაცია უკვე მთავარი არხის ოფისში იმყოფება. ჩვენ ახლა ეთერს უთმობთ ჩვენ ჟურნალისტ დიამამის ეშუს და ჩვენს კოლეგებს. აქციის მონაწილეები უკვე მოვიდნენ მთავარ არხთან, აქ თქვენ გესმით ეს შეძახილები, მხარდაჭერა მთავარ არხს, მხარდაჭერა ნიკა გვარამიას. ეს არის მთავარი მოწოდება ამ ადამიანების, რომლებიც აპირებენ, რომ სოლიდარობის აქციები გამართონ მომავალში. ჩვენ აქ ხედავთ უკვე განლაგდნენ რიგითი მოქალაქეები, რომელთაც აქ მთავარი სათქმელი, აქ ადგილზე აქვთ მოტანილი ბანერები, რომ ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი არის ივანიშვილის ტყვე და სწორედ ოლიგარქის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება. აქ გადმოინაცვლეს იმ ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე და იქამდე იყვნენ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იყო პირველი ლოკაცია, სადაც ისინი შეიკრიბნენ. მე ვხედავ ახლა სამოქალაქო აქტივისტებს, მათთან გავაგრძელებ საუბარს. ირაკლი ფავლენიშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. ირაკლი, როგორი არის თქვენი მთავარი გზავნილი დღევანდელი მარშრუტი? სულაც არ იყო შემთხვევითად შერჩეული. როგორია თქვენი მთავარი მოწოდება, თქვენი მთავარი გზავნილი? ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ მედიას და მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს დათმობა რუსული ორბიტიდან ჩვენ აუცილებლად გამოვალთ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი, რომელიც იქცა კრიტიკული აზრის და თავისუფალი სიტყვის სიმბოლო ამ ქვეყანაში აუცილებლად გათავისუფლდება და რუსთაველიც იგუგუნებს და მთავარი არხი არ დარჩება მარტო, რაც არ უნდა ფინანსური პრობლემები შეექმნას ამ ტელევიზიას, რაც არ უნდა რეპრესიების ხვეპლი იყოს, ეს იქნება ქართული აზოსტალი და საქართველოში აზოსტალი იქნება, რომელიც არ დაეცემა და რომელიც განაპირობებს, როგორც აზოსტალმა განაპირობა ის, რომ კიევში გაიმარჯვა უკრაინამ და გაიმარჯვა სხვა ზაპოროჟიეში და სხვა ოლქებში, ისე სწორად რომ ეს აზოსტალი კრიტიკული მედიების სხვა აზოსტალები, რაც ხო აქვს ეს კრიტიკული
მედიების სახით განაპირობებენ ქართული სახელმწიფოს გამარჯვებას და ქართული ერი ამაში ვიქნებით ქართული ჟურნალისტების გვერდით, იმიტომ რომ ეს ჟურნალისტები რაღაც პოლიტიკური მოტივაციით კი არ იბრძვიან. თქვენ პოლიტიკური მოტივაციით კი არ იბრძვით. იბრძვით თავისუფლებისთვის, იბრძვით რუსული ძალების წინააღმდეგ, კრემლის ბრძანების შემსრულებლების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში სინათლე გაიმარჯვებს უკრაინაშიც და საქართველოშიც და თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ფავლენიშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში და ქართული ოცნების ყოველჯერზე მოლოდინი ასეთია, რომ სადღაც დაიღლებიან და სადღაც მედიის წარმომადგენლები უბრალოდ სწავლენ სახლში და აღარ განაგრძობენ საქმიანობას. ყოველჯერზე დასტურდება, რომ ხელისუფლება ძალიან ცდება, როდესაც აქვს მას ასეთი მოლოდინი და ასე იქნება ნამდვილად. ახლაც ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერას, დღეს რუსთაველის გამზირი იყო გადაკეტილი, უკვე მხარდამჭერებს თავისუფალი სიტყვის მცველებს ვხედავთ, რომ ისინი ახლა უკვე მთავარი არხის შენობაში არიან. ნიკა ფარულავასაც ვხედავ მე ახლა რამდენიმე წამით მას გავესაუბრები, რომ ბევრჯერ მოვისმინეთ ნიკა თქვენი პოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების განწყობაც ხელისუფლების მხრიდან არის არახალი, თუმცა იცვლება ხელისუფლების გადაწყვეტილებები უკეთესობისკენ არასდროს სიმკაცრისკენ, რეპრესიებისკენ და ასეთია ხო ნიკა გვარამიას დაკავება. თქვენი პოზიცია როგორია? პირველად ჩვენ დავიცოდეთ ყველა რომ ეს არის სცენარი, რომელსაც მივყავართ პუტინის რუსეთისკენ, რომელსაც მივყავართ ლუკაშენკოს ბელორუსისკენ და უარეს შემთხვევაში მივყავართ კადიროვის ჩეჩნეთისკენ. დავიცოდეთ რომ თავისუფალი მედიის ჩახშობა ნიშნავს ყველას უსაფრთხოებაზე დარტყმას და სწორედ ამიტომ აქ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი გაბუნია გამოვა ახლა მთავარი არხის შენობიდან, ის მედიისთვის გააკეთებს განცხადებას და რა თქმა უნდა ჩვენ ამ განცხადებას შევთავაზებთ მაყურებელს პირდაპირ ეთერში. ახლა მთავარი არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უკვე რამდენიმე წამში გამოჩნდება ჩვენი ტელევიზიის ეზოში. ამის შემდგომ ჩვენ მოვისმენთ განცხადებას, როგორც ხედავთ სოლიდარობის აქცია გრძელდება, ჩვენ აქ გვესმის პერიოდულად მოწოდებების შეძახილები და აი ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს. გიორგი გაბუნიასაც ხედავ მე აქ, რომელიც უკვე მოდის ჟურნალისტებისკენ და ის გააკეთებს რამდენიმე წამში კომენტარს. გიორგი, გადავინაცვლოთ, სადაც ჩემი კოლეგები არიან და ერთად მოვისმენთ შენს განცხადებას. უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ნელ-ნელა იმატებს ადამიანების რაოდენობა, ვინაიდან გარკვეულ ჯგუფებად დაიყო რუსთაველზე მყოფი ადამიანები და ისინი პერიოდულად ინაცვლებენ და მთავარი არხის ეზო ნამდვილად ივსება. ასეთი სწორი შეფასება იქნება თუ ასე ვიტყვით. გიორგი გაბუნიას უნდა მივცეთ გზა, რომ მან გააკეთოს განცხადება, რომელსაც ელოდებიან მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც იმყოფებიან აქ და რამდენიმე წამში უკვე მოვისმენთ რა სიტყვის მთავარი არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ახლა როგორც უკვე ხედავთ, სპეციალურ სივრცეში არის გიორგი გაბუნია. ის ესალმება ჩვენს მხარდამჭერებს, მთავარი არხის მხარდამჭერებს. ნიკა გვარამიას თანამოაზრებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის ნიკა გვარამიას დაკავება და ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ოლიგარქის სურვილი შეასრულა, რითაც ნიკა გვარამია დააპატიმრა. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ პროფესორად გიორგი გაბუნიას, რომელიც უკვე მზად არის. გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. როგორც ჩანს კოლეგები ემზადებიან და რამდენიმე წამში დაიწყებს უკვე გიორგი გაბუნია და იტყვის საკუთარ სათქმელს. ჩემს კოლეგებს უნდა გავუწიო ანგარიში, რა თქმა უნდა, დაველოდო იმისთვის, რომ ყველასთან ერთად ვიყოთ ეთერში და როგორ შემიძლია არ გაგიწიოთ ანგარიში, როდესაც პირველ რიგში სწორედ თქვენ უნდა გადაგიხადოთ. მადლობა, იმიტომ რომ ეს არის სოლიდარობის აქცია, მედიის სოლიდარობის, კოლეგების ურთიერთ სოლიდარობის აქციით და იდეით დაიწყო ეს ყველაფერი და დამთავრდა მოულოდნელი სიტუაციით. ახლა მეც ესე გამოვედი, საერთოდ არ ველოდებოდი, რომ ესეთი რაღაც მოხდებოდა. უბრალოდ მოვედი იმისათვის, რომ მე თქვა თქვენთვის ვინც ხართ, ყველა არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, უბრალოდ მოქალაქეები. უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად უბრალოდ მოქალაქეების დანახვა მიხარია. პირველად ხდება, მე მგონი, რომ აქ ეზოში ჩვენთან ერთად ხართ და უბრალოდ მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ მთავარ არხზე, იმიტომ რომ მადლობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთავარ არხზე, იმიტომ რომ ეს არხი ჩვენ ვარსებობთ თქვენთვის და ვარსებობთ თქვენით. რამდენჯერ მithქვამს მე ამ არხის ეთერში, რომ აქ მთავარი ხართ თქვენ და ეს არის ახლაც ესე, იქნება ყოველთვის ესე და რაც მთავარია, მთავარი არის თავისუფლება. ჩვენ სპეციალურად აქ წერია ესე? არ წერია. ახლა ხო, ჩემ მაისურზე სადღაც წერია, ვიცი რომ ბევრ ადგილზე დავწერეთ, ხო? აქაც თავისუფლება ნიკას, რა თქმა უნდა, აქეთ მივდივარ ნელ-ნელა. ჩვენ
იძულებული გავხდით, მოდი ასე ვთქვათ, რომ სლოგანიც კი შეგვეცვალა გარკვეულწილად ჩვენი არხის, თუმცა აზრი იგივე იყო ყოველთვის, რომ ახლა აღარ ვამბობთ უბრალოდ მთავარი ხართ თქვენ, იმასაც კი არა, რომ მთავარია ვთქვათ ნიკას თავისუფლება, მთავარია მიშას თავისუფლება, მთავარია პეტრეს თავისუფლება, არა, მთავარია თავისუფლება, იმიტომ რომ პრობლემად იქცა ის, რომ ყველას თავისუფლებაა საფრთხის წინაშე და ეს არ არის რაღაცა აბსტრაქტული ცნება. ეს არის თითოეული ადამიანის უფლება, რომ იარსებოს და იცხოვროს ისე, როგორც მას სურს, იცხოვროს ისე, როგორც ადამიანები ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ და არა ისე, როგორც ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ არ ვცხოვრობთ უკვე პირდაპირ ვამბობ. ერთეულები შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ უკვე უბრალოდ ვარსებობთ. ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ეს ასეა. ამიტომ ჩვენ ამიერიდან ვამბობთ, მთავარი ხართ, რა თქმა უნდა, თქვენ და რა თქმა უნდა, მთავარია თავისუფლება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლო არის ნიკა. ამიტომ ახლა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიკას არხზე. ნიკას სამყაროში, იმიტომ რომ ნიკამ შექმნა ეს პატარა სახლი, რომელიც თქვენ ხედავთ, აქ ბევრი ადამიანი შეიძლება არ მუშაობს, მაგრამ ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს, მაგრამ ყველა ვინც აქ არის თქვენთვის და იბრძვის თქვენი თავისუფლებისთვის. ამისთვის გაჩნდა ეს არხი, ამისთვის იბრძოდა და იბრძვის ახლაც საკნიდან ნიკა სამწუხაროდ მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ეს კადრები ენახა ნიკასაც, მას ჯერ საკანში არაფერი არ აქვს, მხოლოდ ის არის მარტო და მისი წიგნები ჯერჯერობით, მეტი არაფერი, სრულიად მარტოა ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის იგრძნობს და მას ეტყვიან რომ დღეს თქვენ აქ იყავით მის გვერდით, მიუხედავად იმისა რომ ის შორს არის, დღეს ის თქვენთან ერთად არის და ჩვენ ვართ მასთან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ნიკა იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ ჩვენთვის ნიკა არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, საქართველოს თავისუფლების სიმბოლო, იმიტომ რომ მასთან ერთად ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ მან დააპატიმრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას საქართველოს კონდეს უბრალოდ მომავალი კი არა, ნათელი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ბედნიერი მომავალი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენ თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, რომ არასდროს არ დადგეს ის წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე დაინახავთ მხოლოდ ამ ლოგოს და როდესაც ეს ლოგოც გაქრება. ეს არ მოხდება. ჩვენ თავს გავწირავთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ცოტა ხანში ამ ეზოში ისევ დარწმუნებული ვარ, მოგესალმებით აუცილებლად ნიკასთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიბრძვით ნიკას თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და მადლობა თქვენთან ერთად, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა. ჩვენ მარტო აზრი არ აქვს ჩვენ არსებობას. საკანში ჩვენ არ ვაპირებთ ცხოვრებას. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ სამყაროში. მადლობა, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. დიდი მადლობა. ჩვენ უსმენდით გიორგი გაბუნიას, რომელმაც მიმართა მხარდამჭერებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ახლა მთავარი არხის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენს ეზოში გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ მთავარია თავისუფლება და ნამდვილად ასეა და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება, მათ ძალიან კარგად ესმით თავისუფლების ფასი და სწორედ ამიტომ სოლიდარობის აქცია და პროტესტი გრძელდება და ვიცით გეგმები. ეს აქციებიც და პროტესტიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ დაიხევს და არ იხელმძღვანელებს იმ პრინციპებით, რომელიც ნამდვილად შეესადაგება დემოკრატიას. ახლა კი ქართული ოცნება ამისგან ნამდვილად ძალიან შორს დგას. ქეთი ხუციშვილთან ერთად გავაგრძელებ ახლა საუბარს პირდაპირ ეთერში, რომელიც აქ იმყოფება მთავარ არხთან ჩვენთან ერთად. როგორი არის თქვენი პოზიცია, თქვენი დამოკიდებულება? ნიკა გვარამიას დაკავების შემდგომ ჩვენ ვისმენდით ქართული ოცნების წარმომადგენლების თავმომწონე განცხადებებს, თითქოს ისინი იყვნენ ძალიან ბედნიერები. რეალურად რა გააკეთა ოლიგარქის გუნდმა ნიკა გვარამიას დაკავებით? თქვენი მოსაზრება როგორია?
მე მგონი გააკეთა ის, რაც დაუშავა ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვნად და დაუშავა თავის თავსაც. ადრე თუ გვიან ქართული საზოგადოება ამას სერიოზულ რეაქციას მისცემს. ჩვენ დღეს მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტთა მსვლელობას, ჟურნალისტთა სოლიდარობის მსვლელობას, მაგრამ ჩვენ ვუჭერთ ხაზს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიკას თავისუფლებას, მთავარი არხის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, მაგრამ რაც მთავარია, საქართველოში მედიის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და რეალურ დამოუკიდებლობას ქვეყნისა, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი უკვე კითხვის ქვეშ დადგა. როგორ ხედავთ მოვლენათა განვითარებას? ხედავთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამოხმაურებებს აღშფოთებას, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძალიან მწვავე სიგნალია, რომ ქართული ოცნება აკანონებს გადაწყვეტილებებს, რითაც ჩვენ ვშორდებით დასავლეთს. აი თქვენ როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა. მე მინდა როგორც ყოველთვის დავიჯერო უკეთესი მომავლისა, თუმცა უნდა ითქვას, რომ აი ამ ერთმა ფაქტაც კი გამოიწვია ძალიან სწრაფი რეაგირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, დიპლომატიური კორპუსისგან და პრინციპში ყველა იმ ორგანიზაციისგან, რომელთაც საქართველოს ბედით არის დაინტერესებული. ეს იყო ძალიან მწვავე რეაგირება იმაზე, რომ იწყება უკვე მედიის დევნა და მედიის დევნა თავისთავად დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს. შესაბამისად, ეხლა ყოველი საუბარი საქართველოზე, რა თქმა უნდა, დაიწყება იმითი, რომ საქართველოში დევნიან თავისუფალ მედიას და ამის შემდეგ საერთოდ შეიძლება თუ არა ლაპარაკი ჩვენს ევროპულ არჩევანზე. ძალიან დიდი მადლობა, კითხოციშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. აქ მე ახლა როგორც მესმის გრძელდება სიტყვით გამოსვლები, მიშა სესიაშვილი ახლა მიმართავს მხარდამჭერებს, ნათია კაპანაძეს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად. ეს არის მთავარი თქვენი ხარდაჭერა რომ არა, ეს არხი ამ ფორმით, როგორც დღეს არსებობს, საერთოდ არ იქნებოდა. თქვენი გვერდში დგომა გვაძლიერებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, გაგვაძლიერებს კიდევ ამ რთულ პერიოდში და კიდევ უფრო დიდ ხანს და სწორედ თქვენი თანადგომით მოვიპოვებთ თავისუფლებას. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას, ეს არის ამ არხის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და მეორე მთავარი სლოგანი. მთავარი ხართ თქვენ. ჩვენთვის დღიდან გაჩენისა და დღიდან ამ არხის დაფუძნებისა უფრო სწორად ჩვენი მაყურებელი თქვენ ანუ ვინც დღეს მოხვედით სოლიდარობის აქციაზე ხართ ამ არხის მთავარი მოტო, მთავარი გული და სული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი მხარდაჭერისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბრძოლას. ბედნიერი იქნებოდა ნიკა ალბათ ეს ყველაფერი რომ ენახა თავისი თვალით ან თუნდაც ტელეეკრანებიდან, რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არ არის ამისი შესაძლებლობა, მაგრამ იმედი მაქვს რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ერთად ვიდგებით ისე ვაკ და ერთად ვიზეიმებთ თავისუფლებას. ამდენად მალე იქნება ეს დღე, ვერ გეტყვით, ვერ მოგატყუებს და ვერ დაგპირდებით რომ ძალიან მალე, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება, უნდა მოვიპოვოთ უკეთესი ქვეყანა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ არის ეს ადვილი დღეები ჩვენთვის, არის საკმაოდ რთული პერიოდი. და მადლობა ამ ხარდაჭერისთვის. იმდენად შთაგონებული ვარ და იმდენად ემოციებით ახსავსე ვარ ამ ხელა გზა გამოვიარე უამრავ თქვენ შორის იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, ხანდაზმულებიც, რომლებისთვისაც არ იყო ეს მსვლელობა ადვილი გასეირნება და არ ვიცი, უბრალოდ თაშესხმული დავბრუნდი და ზუსტად ვიცი რომ ეს არხი არ გაჩერდება, ზუსტად ვიცი რომ ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი დასრულდება გამარჯვებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დანარჩენი უკვე ამ დღეების გეგმების შესახებ უკვე მოგვიანებით შეიტყობ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა. თქვენ თვალყურსადევნებდით აქციას, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება მთავარი არხის ეზოში. ჩვენი მხარდამჭერები არიან აქ შეკრებილი, ნიკა გვარამიას მხარდამჭერები, მათ სიტყვის მიმართ ეს მთავარი არხის სახეებმა. აქცია კვლავ გრძელდება, ჩვენ რამდენიმე წუთით შევწყვეტ ტრანსლირებას და რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ შევდივართ.